სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სულ 50-მდე მოქალაქე ფილარმონიასთან შეიკრიბა და პლაკატებით ხელში თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა. მეცნიერებათა აკადემიასთან მათ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები დახვდნენ. რა მოხდა ამის შემდეგ რუსთაველზე კურიერის კორესპონდენტი ნათია ტრაპაიძე მოგვიყვება დეტალებს. ინციდენტი ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია, ურთანხმოება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორგანიზაცია იდენტობის ორგანიზებული აქციის მონაწილეები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ერთმანეთს შეხვდნენ. აქციის მონაწილეები მსვლელობით დღეს აღნიშნავდნენ ჰომოფობიის და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს. საკუთარი მსვლელობით ისინი, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მხარდაჭერას უცხადებდნენ სექსუალურ უმცირესობებს, მათ ჰქონდათ შესაბამისი წარწერით ტრანსპარანტები. სავარაუდოდ ამ აქციის ამ მიზანმა და ტრანსპარანტებმა გააღიზიანა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და შეხვედრისთანავე დაიწყო ურთიერთ შელაპარაკება, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა და სწორედ ამის შემდეგ ინციდენტში საპატრულო პოლიცია ჩაერია. აქციას რას ეძახი მშვიდობიან ვისი რის დღეს ასწავლის ერთი წუთი მომისმინა აი პატარა ბავშვებს რომ დააჭერინი და პატარა ბავშვებს რომ სექსუალური არასწორი ცხოვრებისკენ უბიძგებთ ეს იცით რომ დანაშაულ ჩვენც გვიყვარხართ რატო არ გვიშვებ ვიყვარხართ ჩვენ მინდათ რომ დაიღუპო ჩვენც გვიყვარხართ ჩვენ კარგად ვართ არ უნდა არ მინდა რომ დაიღუპო ჩვენც გვიყვარხართ ვისი სახელით ლაპარაკობ ვისი სახელით ლაპარაკობ მე ვარ შენი ვისი სახელით ლაპარაკობ ვისი სახელით ლაპარაკობ ვარ მე მათ დავიდები მე ჩემი სახელით ლაპარაკობ ჩემი თავის სახელით მე არ უნდა გავატაროთ იმიტომ რომ უნდა აღვხსნათ რომ ეს არის ცოდვა ერო საქმე ძალიან საქმე ეს ქუჩა მაგათია რომ იკეტავე შენ ქადაგების უფლება ქუჩაში არ ქადაგე პროპაგანდას უწევ როგორ არა მე ჩემს უკეთებ რეკლამას ჩემს უკეთებ რეალიზაციას რეკლამას ანუ პროპაგანდას ჩემს უკეთებ შეთვის იმზოდა აღმაშენებელი შეთვის იმზოდა სანამ აღმაშენებელი სარკეში ჩაიხედე სარკეში ჰომოფობიასთან დაკავშირებით არის დღევანდელი დღე რომ ძირს ჰომოფობია და ზუსტად აიმნაირები არიან აი მე თუნდაც ეს აქცია ეძღვნება განსხვავებულებს მაგით არაფერი არ ჩავდება ჩვენთვის მივდივარ და გადაგვიკეტეს გზა რომ ხარს ბავშვობიდან მეყოლებული ტრაუმები და ჩვენ როგორც თანამოქალაქეები ვარდებულები ვართ რომ აი ამ ხალხს მივახციოთ ყურადღება და ვუყურელოთ სულიერად აქციის მონაწილეებს სურდათ დღეს ცენტრალური გზის გადაკეთვაც, თუმცა მათ საბოლოოდ ამის საშუალება არ მოეცათ. როგორც უკვე გითხარით, ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. ორგანიზაცია იდენტობა, რომლის ორგანიზებულიც იყო დღევანდელი მსვლელობა, უკვე წავიდნენ რუსთაველის